Საამშვიდობისა პატივისცემი ტელემაყურებლები, ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ივანე. დაგლოცოთ თქვენი მოფება. თქვენი მოფება. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა კვირის ახარების განმარტებით. და შემდეგ დღესასწაულებსაც შევეხოთ, რაც ამ კვირაში იქნება. ორი იყო სახარება და ერთი ჩვენ გვახსენებს ერთ-ერთ ოზე მნიშვნელოვან მომენტს ადამიანის ცხოვრების. მოვიდეთ მდიდარი ადამიანი მაცხოვრთან და კითხა რომ რა უნდა გავაკეთო რომ ცხონდეო. ანუ სულის ცხონება ცხოვრების აზრისია. იმიტომ რომ ეს ქვეყანა და ქვეყანაზეც არის წარმავალია და ყოფნა ადამიანის ამ ქვეყანაზე დროებითი. მაგრამ ადამიანში არის შეგრძნება მარადიული ცხოვრების. და ღვთის მიერ შექმნილი ხატებისამებრ ღვთისა და მსგავსებისამებრ. და აი ეს ღვთის მიერ ბოძებული ჩვენთვის ნათესაურიათ კავშირი უფალთან ის კარნახობს ჩვენ რომ აი შეგრძნებას მარადიული ცხოვრებისა. და გზობს ადამიანი რომ არ არის მზად ამ მარადიული ცხოვრებისა. საზისი რა უნდა გავაკეთო რომ ცხონდეო. მათ ხარ მოთხრა ისი წერილია ცნებებიო რომელიო არა კაცკა არა იპარო არა იმუშა არა ცილის წამო პატის ვანსაში დედასაში ისა მაგას მე ახალგაზრდობიდან ვიცავ. ესე იგი ცნებების დაცვა არ ყოფილა საკმარისი ისათვის რომ მოიპოვო ცხონება. კი აუცილებელია თუ მათ ხოვებდნენ რომ ჯერ ამაზე გავცეთ პასუხი ჩვენ ვიცავთ ცნებებს თუ არ ვიცავთ. ჩვენ ცხოვრობთ თუ უჟილოთ ცხოვრების წესით. და თუ კი შენ ამ ცნებებს იცავ ადამიანმა რომელიც არ გაიცადოს აბსოლუტურად ვერ ასრულებს. და მათ ხორ კითხვა მათ თავისუფლების კითხვაზე და ვისაც შესაძლებელია ცხონება პასუხი კაცისთვის ეს შეუძლებელი არის. ღვთისათვის ყოფილი შესაძლებელია. იგი უფალთან კავშირის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი ხდება. თუ მარადიულებასთან არ გაკავშირი და მარადიულობა შენში არ აისახება და არ გამოისახება შენ საქმეებში, ფიქრებში, გზნობებში მაშინ შენ წარმავალი ცხოვრების ნაწილი ხარ და წარმავალი ხარ. აი ეს შინაგანი წინამდებობა, ამიტომაც სიკვდილის ხორცელი სიკვდილში შეაქ ადამიანს და გზნობს რომ სულიერი სიკვდილის შიშის უფრო აქვს. მაგრამ ვერ არქმევს ამ სახელს. და ამ კითხვასაც რა გაცხონდე, ცხონება არის პასუხი, მაგრამ რა არის, როგორი არის მსახწევ, რითი აგზით და უფალოსო თუ შენ ცნებებს ასრულებ, მაშინ გაყიდე შენი მთელი მონაგები, რაც გაქვს, გააუგებ ლახაკებსო და მე გამომხევი, შემომდექმე. ანუ ცხონების მიღწევის ორი მთავარი პირობაა. პირველი და მთავარი უფალთან ორგანული კავშირი. და ამისათვის მთავარი პირობა არის რომ შენ ამ სოფლისგან იყო თავისუფალი. და უფალი როგორც განაგებს შენთვის გზას ცხონებისა, მზად იყო ეს შეასრულო და გაიარო ეს გზა. ამიტომაც მაცხოვრებლებო ამ შემთხვევაში შენ მიჯაჭვული ხარ შენ ქონებაზე, სიმდიდრეზე. და თან გინდა ცხოვრება და თან გინდა რომ ამ ქვეყნიური კეთილდღეობა გქონდეს. და სხვა მოწაფეს ამ კითხვაზე უპასუხო
დესაკაცისას არა ხო სადამ მოიდიკოს თავიო მელებს სოროები აქვს თუ ჩიტებს ბუდეებიო და დესაკაცისას არა სადამ მოიდიკო ანუ მაცხოვარი შემოქმედი მთელი ქვეყნიერებისა კოსმოსის ყველაფრის ფლობელი ქვეყანაზე სრულიად უყოვარი და უხონელია და აი უნდა იყო თავისუფალი მიჯეჭვული არ უნდა იყო არაფერზე რომ უფალმა რომ შენ გამოგიწოდოს მოწამების გვირგვინი და შენ ლოთის ცოლით მოიხედავ შენ ქონებისკენ აბა ეს ვის დაუტოვო რა უყვა მას და დამთავრდა პირველი დროინე ცისგან ფენდის შეთავაზებული გვირგვინისგან ასე სხვა გზები აგირჩევს მოგიწოდოს არა ხო აუცილებელი მოწამე გახდე შეიძლება მუდადნოში მოღვაწეობისკენ მოგიწოდოს წამომყევი მე და შენი წირო აბა იმას საუყო შეწარებო ის ქონება თუ დაბნო შეახშიდება ხომ არა დაუდი ვახაკებსო და გამომყევი მე და შეწუხდა და დავიდა მაშინ მაცხოვრებმა თქვა რომ ძნელია დიდარი კაცისთვის დიდი ქონების ქონია კაცისთვის შესვლა სასწრაფოში ისე როგორც აკლემისთვის ძნელია ნემსის ხოში გასვლა ნემსის ხოს უწოდებენ გალავანში და ვიწროს შესასვლელს დაბალს ვიწროს თუ დაგვიანებული რომ ადამიანი მოვიდოდა თავი რომ შეეფარებინა და ჩვენ გარეთ ავაზაკების ან ნადირის ლუკმად იყო გასასვლელი ესეთი ვერტო ნემსის ხუს უწოდებენ სადაც წელში მოხრილი შესულიყო და აკლემით თუ იყო აკლემისგან თვითონ და მოიხსნა იმიტომ ვერ გაეტეოდა აკლემი დაჩუქილი და ყოფილიყო და ესე შეთრევით შეეყვანა თითქოს თვითონ ვერ შევიდოდა რომ დაჩუქილი იყო ამიტომ ეს უკიდურეს ასეთ მაგალის გაგიოსო ამ აკლემის უადრილია გასვლა დიდრისთვის სასწრაფო შესვლა რატო ის აკლემი პატრონს მოყვება ჩოჩვით ხოხვით არ იწინააღმდეგება ენდობა და დიდარი ვერ ენდობა სადაც გული შენი საუნჯე შენიო ის იხედება უკან როგორც ლოთის ცოლმა რო თქვით უკან მოიხედა ქალაქი იღუპება თვითონ გადარჩა და მისტირის აი ქონება აუ ის რამდენი რამე მქონდა შეხული გასამზითები იყო ჩემი გოგოებიო ის მინდოდა ეს მინდა ასახო და არა და ანგელოს მოუთხა უკან არ მოიხედო იგიც ვერ დააფასა რომ გადარჩა ო სიცოცხლე შეაჩვენო სიცოცხლე უფრო ძირფასი ყოფილა მისთვის ის იმას დარდობდა კი არ მადლობდა უფასო ანგელოს გამომგონდა გადარჩინა და რის გამო გადარჩინა აბრაამის გამო ლოთის ბიძის გამო რომელიც თხოვდა უფასო თუ აი 10 მართალი იქნება ხო და უპაო და იქ ერთი იყო მართალი ლოთი და ერთის გაგულისის მე მისი ორი ქალიშვილიც გადარჩა და თუნ გადარჩეოდა უკვე არ მოიხედა აი ესეთი არის თქოს ერთი პატარა კითხვა მაგრამ ვიცავს ადამიანის ცხოვრების აზრის თელ სიცავსით და მაცხოვრია მაგათ აძლევს თავის მოწაფეებს და მე მოციქული პეტრე ეკითხება რომ აი შენო გამოყევითო დავტოვოთ ყველაფერი ოჯახი მამა ეს და ჩვენი საქმიანობა გამოყევითო და ჩვენთვის რა იქნებაო საზღაური საზღაური უფალოსო როდესაც მოვეძე კაცისა სოფლის გასასჯელათო მასთან თქვენს დაშნებით
12 ტახტზე თქვენ გასაჯოთ სოფელი. ანუ სოფლის ასეთ მსაჯულნი იქნებითო. თელ სოფელზე. აი რამხილა ესე იგი ძალაუფლება მისცა უცხოს და როგორ განშით ხო ისი არა ხა ჩვენ დრო გვაქვს ამ ქვეყნას სასამართლოები გამოძიება პროკურატურა არა გამოძიება დაწყებულია დასაბამიდან როგორც კი ადამი დაეცა ხო უფალი ხო მოდის და ის ადამ სადახარ palmaqitsis adamlar çayidina da მოუწოდებს რომ მაგ გასაბეროს ჩაიდინა და რა შედეგს გამოიღებს ეს თუ ჯერ კიდევ დრო არის ეგ შეინანოს და შენდობილი გადარჩეს ხო და აი კიდე უკვე იწერება თითოეული ადამიანის შინაგანი არ არის დაფარული ღვთისათვის ეს მოგეკითხება ჩვენ ყველას ყველა ადამიანს მიუხედავად ასაკის კალია კაცია არა სული ერთია და იმ ასაკის თუ შენ მდგომარეობს და მიხედვით მოგეკითხება თუ მეფე გახდი მეფობისა თუ ლახაკი იყავი ლახაკობისა თუ მეომარი იყავი მეომრისა თუ მოციქულისა რასავის მოგეკითხება და ყველა თავის საზღაურს მიიღებს. აი ეს ჩვენ კითხვა გვაწუხებს ხოლმე ხანდახან ადამიანებს. ისიც ცხოვრობდა რა იქნება, აი ხო დამბერდი და მე რა იქნება? და რა იქნება? შენ ზათა ხარ უფალში ხდე? არა ხარ ხო? ესე იგი ეს იქნება რომ შორს გაშორებული ხეთისაგან. ადვილია მის თქმა, მაგრამ ამას თუ განცდის ადამიანი, მაშინ არ არის მის ადვილი. უნდა რომ იღვაწოს რათა აკეთოს, მაგრამ კეთებასაც აქვს მნიშვნელობა. ღვთის კურთხევით, ღვთის მოცემულით, იმ პური აშობისა, რაც უფალმა მოგცა, იმა ღებულობი საკვებად შენი სულისა თუ რაც შენ გინდა ის და რაც შენ მოცემული არ გინდა ანუ ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი არის ამ დროს ღვთის ნება არის ადამიანის ხონება მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ყველას თავისი გზა ყველა თავის გარემოში არის დაბადებული ცხოვრობს და ამიტომ ყველას მისი პირადი მოეკითხება ეცადა თუ არა ის თუ ცნებებით ცხოვრობდა და ცნებითაც ცხოვრობდა კიდე სხვა მეტი მოღვაწეობა რაც უფალმა მას მისცა ცნებები ყველა ადამიანის არის მაგრამ ცხოვრება ყველას თავისი ეძლევა იმის მიხედვით თუ როგორ თავისი შინაგანი ნიჭი შეუსაბამო ღვთის მოწოდებას და იღვაწა ღვთის კურთხევით და თავისი ნიჭი და შესაძლებლობებით. აი ეს ჰარმონია, რომელსაც სინერგიას უწოდებენ ადამიანის ნების და ღვთის ნების ერთობა, ისედაც საფუძველში ცხოვრებისა. იმიტომ უფალმა კი უთქვა, რომ კაცთვის შეუძლებელია ცხონება, მაგრამ ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და სხვაგან ამბობს, რომ იგი ადამიანი თუ არ იზგავსება უფალს, არ მიბაძავს მას და არ იღვაწებს შესაბამისად. ვირშავს სპორში და უშო სასופველი ძალით მიიღწევა. საკუთარ იძულებითო და ვინც თავს აიძულებსო ის მოიპოვს მას. მაგრამ ეს იძულება არ არის ძალადობა. იძულება არის შინაგანი მოწოდება. შენ რა ნიჭი გაქვს? ლოცვის ნიჭი გაქვს? ილოცით. მარხვის ნიჭი გაქვს? იმარხულე.
მეცნიერების ნიჭი გაქვს მეცნიერებით. წერვის სიტყვის და ქადაგებით. ამიტომ იერარქიებიც არის სასოფლოში. კიდევ მოციქული ამბობს, რომ პირველად მეთოდა ადგილ ეკლესიაში მოციქული, წინასწარმეტყველნი, მოძღვარნი, ეს ხოლმე ძილო ადამიანები. ეს იერარქიის ცნობილია. მაგრამ ყველა თავისი შესაბამისად. სუჭვის მადლი მიიღეს მოციქულებმა, მოწოდებული იყვნენ ქადაგებისათვის. უფალმა აკუთხა მათ ეკადაგათ მთელ სოფლიოში, იქ ადაგეს და შევიდა სასოფლოში. და იუდასაც ეძებდა, მაგრამ მან ამჯობინა ეს სოფელი. თავისი წარმოდგენების ტყვე აღმოჩნდა და თავის წარმოდგენებში განიკითხავდა მას ხმას. და თვითონ უფრო უკეთესი ეგონა მას ხმაზე. აი ეს სენია. ხშირად ადამიანში იუდას სენი. რაც გაკმოცემული, ხო? იმის ღირსით არ ახარ და ამას მადლობელი არ ახარ გაკმოცემული. და განიკითხავ კიდე იმას, ვინც მოგცა საშუალება. ანუ ჰარმონიული კავშირები ადამიანებს შორის, ადამიანის ღმერთს შორის. მაშინ უკვე თხოვნებაზე ლაპარაკი შეუძლებელი, თუ იქ რაღაც სიყვარულია, არც გულისხმიერება არის, არც მიტევება ცუდათა, არც ჭრედა ღვთისნებისა რა უნდა აკეთოს მან დღეს და გუში დასაკეთებდა, ხვალ რა იქნება გასაკეთებელი. რომ მიხდე უფალი შესაძლო დღეს რაც გაძლევს. შეიმეცნე. აი ეს იგავი ჩვენით ამბავი რაც დღეს მოვისმენთ, სწორედ მოიცავს ამ ყველა საკითხს, ყველა ნიუანსს. მაგრამ მარტივად არის მოცემული, რომ რა გავაკეთოთ ხონდეო, ეცნებები, ეს ასულებ, მაშინ განთავისუფლდი და გამომყევი. და რომ გამოყოლდა უფალს აიქნებოდა. შეიძლება 60 დაგრმოცი გავხდარიყო. შეიძლება პირველ მოწამე სტეფანე გოციყო და ისიც მოწამე გავხდარიყო უფლისათვის. ეგ მერე გამოჩნდებოდა. თუმცა უფალმა წინასწარ იცის ვინ იქნება. და ნდობას გამოუცხადა უფალს გაყევი დაატოვე ყველაფერი სოფლისა. მერე მიხვდები შენ ისიც ხარ მოწოდებული. ხო? თუ წინასწარ ხარ უწყებული, მაშინ შეიძლება ანგარებით გააყვეა. მეტყვი უფალი ასეთ გამოსცემს ადრეს იცო ადამიანს. გამოსცემს რწმენის, სასოების და ღვთის განგებისადმი ნდობის. რომ ამისთვის უნდა იყო თავისუფალი. აი ეს ისევ ჩვენ ერთ ასეთ ვიტყვით წრეზე რომ რეალურად თუ სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ ერთ და იმავე პროცესს. ადამიანის ცხოვრებისა, ღვთის მადლით, ღვთის წყალობით, რწმენით, სიყვარულით, მშვიდობით და სინანულით და თუნდაც მიტევებით სხვებისთვის. აი მას იყო ეს სახარება. განაყოფება. აი რომ არ შევეხოთ ახლა დღევანდელ, თქვათ დღეს რაც ხდება, იმიტომ ეკლესიას ახსენებენ და მე თქვენი აზრი აინტერესებს ბევრს და მაყურებელსაც და მრევლსაც, თქვენ მრევლსაც. ზოგი სვამს კითხვას, ეს ამბები რო ხდება, სად არის ეკლესია? ეკლესია რა უნდა გავაკეთოთ ეკლესია რა უნდა გააკეთოს? სა უნდა იყოს? შესაბამისად უნდა კითხოთ თუ ეკლესია იქაზე უნდა იყოს. ეს ნიშნავს რომ მათ არ იციან ეკლესიის რაობა. დანიშნულება. მაგრამ ეს ადმინისტრაცია საპატრიარქოში ამით მათთვის ამით არის მოწურული ეკლესია და ესე საპატრიარქო უნდა თქვას ეკლესია მეტია და ვიტყოდი თვითონ უწმდესი ჩვენი პატრიარქი მადლობა უფალს ასეთი სულიერ ძლიერი და სულგძელი და ცოცხალი რწმენით სავსე სიბრძნით დაჯილდოებული დიდი მოთმინებით და
დიდი გულისხმის ყოფით. ადამიანი ჩვენი ეკლესია თავში დააყენა. და ჩვენ ვახსენეთ მოთხოვნა სიტყვა რომ უფალმა ეკლესიაში დააყენა. ვიღოთ მოციქულები, წასამეტყველοι, მოძღვარნი და მე სხვა ნიჭით დაძილდოებული ადამიანები. და აი ეკლესია ეს მარტო დღევანდელი დღე არ არის. ეკლესია არის მთელი კაცობის ისტორია უფალთან ურთიერთობაში. ზეწოლ ძალებთან ურთიერთობაში. ეს არის ეკლესია. თვითონ სიტყვა ეკლესია ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს შორიდან რაღაცის მიერ მოწოდებულს. ანუ უფლისმიერ ცხოვრების ზღვიდან უნებათა ხელიდან მოწოდებულ ადამიანთან, რომელიც გამოვიდნენ და დამშვიდა ეს ზღვა და ის ნავი, რომელიც უფალი შემოვიდა მოწაფეებთან, ეს არის ეკლესია. უფალი, ისი მოციქულები, წასამეტყველი, წმინდანი, ანგელთა დასნი, ეს არის და სად არის ეკლესია? და შენ სად ახარ? შენ არ ახარ ეკლესიაში. შენ აი ამ გასასწრელი ჟამს ასაკეთებ. ლოცულობ თუ ილანძღები. თორემ ზმიტებას ითხოვ თუ შეურაცხყოფ ხებს და განიკითხავ. მეკითხავ, ეკლესია სად არის? შენ არ ახარ ეკლესიაში. ამიტომ არის სად არის ეკლესია? ეკლესია თავის ადგილზეა. ეკლესია ჩვენი წმინდანები, ჩვენი ეკლესიის საქართველოს ეკლესიის წინაშე გაბრწყინებულნი მეფენი, მამამთავარნი, მოძღვარნი, მოწამენი. ეკლესია მოდი კითხე მაშინ ეკლესიას. დაიწყე წმინდა წერილიდან. ჩვენ განცხადებულია ეკლესიის რაობა, არსი, თავისი გავლილი გზა და ეს იერარქია საეკლესიო. სახარება უფლისა საკითხული გააქვს. იქიდან რამე გამოიტანე სასარგებლო შენთვის და გამიშდა სული ლოცვისა, ვედრებისა, დაინახე შენ უფლის სიტყვის შუქზე შენი ცოდვები, შენი დანაშაული, შენი უძლურება. შენ ღვთის სიტყვის შუქზე შენი თავი განიკითხე, განიხილე, არა. და რა ეკლესიას ითხოვ შენ? შენ გინდა რა რაღაცა ინსტიტუციამ რაღაცა თქვას. ეს ინსტიტუცია მოიცავს არა მარტო სოფლიოს დღევანდელი გაგებით, არამედ კაცობრიობის ისტორიას. ეკლესია თავიდან მეიხრა უფალი, ანგელთა დასი და ღვთისხატებისამ შექმნილი ადამიანი და ის სამყარო, რომელიც ადამიანს მოეცა საპატრონო და მოსავლელად და შესამეცნებლად და ჰარმონიულად აი ამ გარემოში ცხოვრებისთვის. ნუ მიწირის და ზეცის შორის დადგენილი ადამიანი სული და ხორცით მაერთემელი ხილისა უხილავისა ის არის ღვთისმშობელი და ის არის სწორედ ეკლესიის წევრი ამ ქვეყანაზე პირველი. მოდი ამ ეკლესიის კითხე, მაშინ ჩაიხედე წერილში, საღვთო ისტორია ნახე, რა მაგალითებს გადმოიღეს შეწმინდანები, მოციქულები, წასამეტყველები, უფალი და მიიღებ პასუხს. ამას გეუბნებ ეკლესია. შენ ითხოვ რაღაცა თანამედროვე რაღაცა ინსტიტუციისგან, აი თქვა რაღაცა კლუბი არის და იმ კლუბისგან იკითხება, შენი წევრები რას ამბობენ? რაღაცა უნივერსიტეტი არის და ეს უნივერსიტეტი რას ამბობს, ისი პროფესორები, სტუდენტები. ანუ შენთვის ეკლესია დაყვანილია რაღაცა ადმინისტრაციულ აპარატამდე. და ის მიუწვდომელი თავისი სიღრმით და სიბრძნით და სიწმინდით. არა ადამიანები, არამედ ის უფლის მიერ განიწმინდნენ და უფალთან შეერთებულნი არიან.
ეს იერარქია. ის იერარქია რომ უკვე მოციქულმა ჩვენ გამოგვიცხადა, ზეციური იერარქია გეუსო დასისა და ქვეყნიერი იერარქია მოციქულ და წინასწარმეტყველთა მოთვართა შემდეგ. მოწამეთა, ღვაწლის შემოსილთა, ღირსთა და ღირსებულთა მამათა და დედათა. ეს ეკლესია. და რას ამბობს ეკლესია? ჩაიხედე წერილში. აწერი არ გინდა? მაშინ რა სიტყვა? მისგან ითხოვ. ასე რომ ის მაჩვენებულია და აი დაცემული მდგომარეობის საზოგადოების რომ წარმოგვიდგენთ რა არის ეკლესია. და არ უნდა იმიტომ გაკითხოში გაკითხვის სულია, მოდელების სულია, ამპარტანების სულია, ურჩობის სულია. ეს ტრიალებს ქვეყანაში. ამიტომაც მოусვენარია ეს ქვეყანა. აი ცოტა ხნისას კიდე გადაგებაში მე ეს ვახსენე. უკვე დრო მოჭმული იყო ეს ბოლშევიკური რეჟიმი, ეს და დაიშალა სამსკავშირი, იმიტომ შეუძლებელია ძალით ამდენი განსხვავებული ეთნოსი, ენით, კულტურით, ისტორიით, რომ ძალით შეაერთო. ეს ერთმანეთთან თუ დამეგობრდებიან, მაშინ იქნება ერთობა, ის რა. და ბუნებრივია ეს ძალადობით შეერთებული დაიშალა. და ხალხს უხაროდა. იყო მიტინგები, გამოსვლები და ბოლოს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ავირჩიეთ პრეზიდენტი. ერთხმად ავირჩიეთ და ერთხმად მე თუმცა ერთხმად არა. გახეთქილება მოხდა პრეზიდენტის მომხრეებსა და დამშინ ერშოვის და პისპირება. მურს საზგვრით გაიმეტეს. თავისი არჩეული პრეზიდენტი. მე დავაზაქთა ხანა. ვის თვითონ განთავისუფლება მოვიტანა, მე ზალადობდა ხალხზე. არა, ესეც აღარ გვინდა. მოვიდა შემდეგი მოვიდა შოელენი, მარჩენალი. ხო? დაუჩოქეს, ევედეს, არტახვიდეს, შენგარიში ვერ დავიღუპე. მე რას გააძევეს. ახლა სხვა მოიყვანეს და აი ამ წლების მანძილზე 11 წლიდან დაწყებული დღემდე, 30 წელზე მეტია. და სულს გადაგიქი გადმოდი. ვიხარე ვიღაცა მოყავს მე იმას მანძილად ვაგდებ. ეხლა დადგა ეს ჟამი. მაგრამ ვიტყვით რომ თისწყალობით დადგა ჟამი მშვიდობისა, ჟამი აღორძინებისა და ჟამი ჩვენი საერთაშორისო დონეზე გაშლის ურთიერთობის. ჩვენ გვაქვს ახლა სახე რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ურთიერთობა. რატომ მარტო ევროპა ეძახენ რა აღმოსავლეთში რა ნაკლები კულტურა არის? თავისი ხანდაზმულობით იქნება თუ თავისი მნიშვნელობით და დღეს რა ნაკლები სახელმწიფოებია და აღმოსავლეთში და ჩინეთია, იაპონია ეხე. რა იმათან არა მარტო ევროპა რა შეზღუდულება ის? მოდი ფართოდ რას ჩვენი ქვეყნის იქნებს სასიკეთო? ის მომითხოვოთ. და ნუ შეზღუდულები. აი ეს პროცესი არის დღეს. არც რუსეთის მონა უნდა ვიყოთ, არც ევროპის და არც ამერიკის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლო სიყვარულით ამშობლები და ეს თავისუფლები. ხო და ერთს გაიქეცები და მეორისკენ მიდიხარ, ისე მონად ამას რა თავისუფლება ქვია. თქვენ მეფეო, ხვალ არის წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს. და რატომღაც ჩვენთან მინდოსო ჩვენ პირველ რიგში ჩვენ მაღლობებზე მე რატომღაც ჩვენთან მიღებული აი ბარბარობა როცა მოდის წმინდა ბარბარეს ხსენება აუცილებლად ლობიანებს უნდა ვაცხოდეთ და კვახს ხარ შალდეთ და ხო და რა ვიცი ასეთ რაღაცები არის და კი ნუ ეს ტრადიცია არის სოთაშორის ნუ ყოველში აი ბერძენთან ქართველებთან რუსეთთან სხვადასხვანაირად არის გავაუცხოთ და მოიხარშოს ან ბრინჯი, ხორბალი და რამდენი მარცვალი უნდა ესოდასთან აი თქვა ცერცით მოხდოთ თალკე, სიმინით თალკე, ხორბალით თალკე კიდე იდება იქ და
თქმილი უნდა იყოს. შეიძლება ხილი ჩაჭრილი იყოს, ცოტა ნიგოზიც იყოს და შეიძლება სხვადასხვა არის შემადგენლობის ეს ფაფა. და მაგრამ საიდან მოდის საქმელი ხა ეკლესიაში ჩამოყალიბდეს. ანუ თითოეული მარცვალი თითო სიცოცხლეს ისწავს. განსხვავებულს და ეს განსხვავებული ერთობაში როგორ ჰარმონიად და სიტყვას ქმნიან. ხო და მაგრამ რატო წინდადის და ქალწულმა ბარბარესთან დაკავშირებული? ნუ ეხა გამიჩნდება ეს როდის ხო საიდან მე სხვა რამაზე უნდა გადავიტანო თქვენი ყურადღება რომ ამ კვირაში აი ხვალ ბარბარობა მე საბაობა მე ნიკოლოზობა ზოგადად ვისაუბრეთ ეკლესიის იერარქიაზე აი იერარქიის ნაწილი მღვდელთავარი მოღვაწე ბერი და მოწამე ბარბარე. აი ეს ეკლესია. და რას გონდებს ეკლესია დღემდე დღესე? ბარბარე შეიცნო უფალი. როგორ შეიცნო? მამამისმა, წარმართმა, ასმა ჩაკეტა ქალიშვილი მის გათხოვებამდე. მე რო გათხოვე მე მამაგოს პასუხი. და გონია რომ კარგი და მე გააკეთა. და ადამიანს მოცემული გონება და შემეცნების უნარი. რატომ ლოგიკა, გაკვირვება და ცდისეული ასეთი გზით გარკვეულ დასკვნებს გაკეთება. და ჩაკეტილმა იმ სპეციალურ დაშლილ მისის კოშკში ის უყურებდა ცას. გარეთ ვერ გადიოდა. და დაინახა რიტმი თვალის ფაზების, რის ამოსლა ჩასვლის, სხვადასხვა ატმოსფეროს მოვლენების და დაფიქრდა ეს ხო საიდან არის? ამას ხო თავის წესი აქვს. კოსმოსური მასშტაბი აქვს. ეს კერპები ამას ხო ვერ შექმნიდნენ. კერპები თვითონ შეხედავ შექმნილია და ფანტაზია ჩვენი. და მაშინ უფრო განაგორა ესეთი რაღაც შემთხვევა იყო რომ მან ერთხელს გააღწია გარეთ გავიდა ეზოდან და იქ შეხვდა წყაროსთან ქრისტიან თავის თანატოლებს. და დაუშვეს კითხვა მას როგორ შენ არიციო? ქრისტე უფალი არიციო? და დაუწყეს მას ქადაგება აღმოჩნდა მან უფალი შეიყვარა და მამა რო გამოვიდა მოიდომა რომ საუკეთესოდ მას მიაჩნდა ანუ შემეცნებული მის მიერ ქრისტე ის უხადაგა მამას მამა იყო წარმართი. იგი აი პოლარიზაცია. უფალი ამბობს ერთგან რომ არა მოეთ მოფენა მშვიდობისა სოფელში არამედ מחვილისაო. განყოფათო მამაშვილისაგან ასული დედისაგან და ასე შემდეგ. რას ისე გაყოფა? უფალი მშვიდობას ხადაგებს. რომ სახშეხოთ თქვით მშვიდობას ახსამას და უცებ გასაყოფათ არა. ვინც ერთმონა ჭეშმარიტება და ჭეშმარიტ გზით მიდის და ვინ დარჩა წარმავალი ცხოვრების ისე შეზღუდული ასეთ შევიწროებული მითი წარმოდგენით ამ სოფელზე პირადი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე რას არგებელი შეიძლება მიიღოს ამ სოფლიდან გამდიდრების, სიამოვნების, თანამდებობის და ლაუფლების და ამ შემდეგ. აი ეს ორი პოზიცია ღვთის შემეცნება ქმნილებათა შემეცნებით თუ ღვთის შემეცნებით თვითმყოფილება თავის სიბნით და თავის ოდით. ამპარტავნება და სიყვარული ეს უპირისპირდება ერთმანეთს. ამაზეა საუბარი და ეს შეხედოთ აი სწორედ სამი იერარქიის საეკლესიო იერარქიის წარმოადგენს მინდა მოწამე ბარბარე და მოწამე იულიანია მასწავლებელი მინდა საბაგანწმედელი რომელიც გავიდა მარტო უდაბნოში და მე გახდა მრავალი უდაბნოს მოძღვარი ბერების მასების და დღესაც დიდი
პატივს მიაგებენ მის სიტყვას და ასე მაშინ ვიტყოდით რომ დღეს ასევე არის ტინა ბარბარის ხსენების დღეს ამქოს თქვა ხსენება იოანე დამასკელის ოქროშინიერ წოდებული არის ამე თუ საოცარი ცოდნა განათლება და სივრცე და მეტყველების და აზრის გამოხატვის ამ საოცარ ნიჭით მან მრავალთათვის ახალ ხელმისაწვდომი სივრცე ეკლესიის სწავლებისა ესეთი ზუსტი ან ზემიწევი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და აი ტინა დიმოტრე ბარბარის რადოსი ხსენები იმ დროსაც სწორედ ქრისტე მამა იოანე დამასკელის მერვე საუკუნის მოღვაწე ისინი სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწეობდნენ და საბაგანწმენდილი წმინდა ნიკოლოზი ტინა დიმოტრე ბარბარე და იოანე დამასკელი მაგრამ ერთი ეკლესიის შვილები არიან აი ისინი სწორედ ეკლესიის იერარქიის გამომხატველნი არიან და ესეთი კვირა დაწეხილი ესეთი სადღესო სწავლო ტიროლოცით და ამ წინდანების ცხოვრების კიდევ ხარ შემეცებით, გახსენებით და მოწოდებით რომ ვიბადოთ ჩვენს ვისაც რა მოწოდება აქვს თავისი ნიჭის და მიხედვით და ცხოვრების პირობების და მიხედვით და გარემოების ასე გიოცოთ ნიასარ დიდად ქალწულმოწამე ბარბარის ხსენებას ღირსი მამის იოანე დამასკელის ღირსი მამის საბაგანწმენდილის და ვიდა დიდი მღვდელმთავრის ნიკოლოზ მილოკიის თავეპისკოპოსსა დიდად ბარბარზე ხშირად ამბობს ბავშვების ფარველი არის ღირსი მამა იოანე დამასკელი სიბლის მოყალთათვის არის საბაგანწმენდილი მონაზვნური მოღვაწეობისათვის მართლმადიდებლისა ასკეტური ცხოვრებისა და წმინდა ნიკოლოზი მღვდელმთავრობის იმ პასუხისმგებლობის ხალხის წინაშე, საკუთარი სინის წინაშე, ღვთის წინაშე და იმ ამ ქვეყანაზე ეკლესიის წევრთა დამოძღვრა და აღზრდა სულიერად. ყველა თავისი მისია აქვს. დიდი მადლობა თქვენი მეფეობა, ალბათ ჩვენ ტელემაყურებლებს და თქვენ ბრევლსაც, ვისაც სურვილი აქვს ხვალ თქვენ წირვაზე იყოს, სადაც თქვენ საჩატარებთ მეფე ხვალ წირვას, ალბათ უთხრათ. დიდი ბარბარის ტაძარში იქ ამაშენებლის გამზირზეა, ხო ის ლუკა წითური არის და ჩემი სტუდენტი იყო, საერთოდ სემინარიაში სწავლობდა და ჩვენ ასეთ მაშინ მეგობრები ვიყავით, თუ მე უფროსი და ის უფროსი, დღესაც მეგობრები ვართ, მაგრამ ისე მე დათარის და მაგრამ უფალი ჩვენ შორის და ეს ღვთისმადლით ჩვენ ну მაშინ ასაკის სხვა ქონდა, ახლა სხვა აქვს. მეტი სიბრძნე შეიძლება, მეტი ცოდნა შეიძლება, მეტი ცხოვრების გამოცდილება და უფრო მეტის მოეთხოვება. ასე უცებამა ლუკას დღეს ეხლა საღამოსთვიცა ქონდა გუმბრა სოფელში, იქ არის წმინდა ბარბარის ტაძარი და მამა დავითი იქ მოღვაწეობს, დიდებული ტაძარია და აი მამა დავითის მამაც ჩემი სტუდენტი იყო. აი ესეთი ჩვენ ხდებით ერთმანეთს ამ ქვეყანაზე და ვითხოვთ როგორც უფასეთად ვიმსახურეთ, იქაც ერთად ვიმსახუროთ. თქვენ მეფე, აი 4 შაბათს და 5 შაბათს სად იქნებით მეფე? რომ ტელემაყურებელსაც უთხრათ. იცოდნენ. ხო, ჯერ არ ვიცი. ჯერ არ არის. ხო, იმიტომ რომ ბევრია ტაძრები ნიკოლოზ და ყველას უნდა დააწესებულნი იერარქია ნიკოლოზ ტაძარი.
არის ბალახვანში აღდგა ტაძარი წმინდა ნიკოლოზის არის ეხლა რა აღდგა ხო კი აი ასათინს ქუჩაზე არის ახალი აშენებული ტაძარი წმინდა ნიკოლოზის საფიჩხიაზე არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და კიდე სხვა არის და ამიტომ ყველას უნდა მეუბნებოდეს ესე ჯერ არ გადაგიწყვეტიათ ვის გაახარებთ ხა იმათ შეიძლება გვიცენ დაახლოებით ვის მაგრამ წმინდა ნიკოლოზს ნახაროს ყველა დიდი მადლობა თქვენებო გადაცემაში მობრძანებისთვის ჩვენ ყოველთვის გვახარებს და ტელემაყურებლებსაც თქვენი ხილვა თქვენი სივრცის მოსმენა მეუფე ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი ხართ თქვენ მეუფება თქვენი ცოდნით ნამდვილად და მე მინდა ტელემაყურებლების წინაშე ვიტყვი წინასა არაფერს არ თქვენ როცა მობრძანდებით არ გეკითხებით მე ცუდი გაგებით კი არა მაგრამ ვიცი რომ თქვენ ყველა კითხვაზე პასუხის გამცემი ხართ და ამიტომ მაგაზე არ ფიქრობ როდესაც ერთი სტუდენტი სემინარიაში იყო მეგობრობ ჩვენ ის კაცია და ხა გამომიტყდა რომ სულ ცდილობდი რომ დამეშოროს პროვოკაციული კითხვა და მეგონა რომ აი რაღაც სფერო რომელიც არ იცოდინება მეუფეს და მაშინ დემიყვა და მისონთან პროვოკაციული კითხებს რომ ჩაჭრილი ყავ აი არ ვიცი და როგორ პასუხობდი საიდანაც დაიწყებდი თქვენ გაყენებული იქიდან აქედან და ბოლოს მოხდით პასუხობდი მეთხარით არის ესეთი მეთოდი აზროვნების რამდენი მეთოდი არის აზროვნების და როცა შენ შეგიძლია ეს რამდენი მეთოდი გამოიყენოს სხვადასხვა მხრიდან შეაჯერო დაიწყო არის თოთ ინდუქცისა და დედუქციის მეთოდი არის ორი და ერთი არის ზოგადიდან იწყება და მიდიხარ კონკრეტულისგან და ზოგი პირი კონკრეტულიდან განზოგადება ხდება და აი ამათ გადაკვეთაზე მე თან ბოლო პასუხს რა არის და ეხლა პროგრესის ხოლმე კითხავ და არა როგორ ხდებოდა თუ არის ერთია სამყარო ერთია ქვეყანა და ერთია ლოგოსი რომელიც შექმნა სამყარო და შენ თუ სწორად უდგები აქედან და მრავალკუთხიდან ასეთ აფასებ ბოლოს აერთიანებ ამთლიანებ ამას და ღებულობდი პასუხს არაფერი საიდუმლო არ არის მაგრამ ეს ითხოვს შენგან მიუკერძოებლობას და სულს შენ თვითონვე იპოვე შენთვის იპოვე პასუხი არა მისთვის შენთვის იპოვე პასუხი რომ ჩვენ ასე აი რაღაც ფართოვდება ჩვენი სამყარო და სფერო არის ჩვენი შემეცნების ჩვენ დივიდებით ამით თუ სწორი გზით ვეძებთ პასუხს გასულ კითხვაზე დიდი მადლობა მე უფრო დავამშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს გემშვიდობებით მოდესალ ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრა